ქართული ოცნება ქვეყნის დასავლეთისგან იზოლირებას სულ უფრო აღრმავებს. პროდასავლურ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების ამ ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ქმედებების გამო ფასის გადახდა ყველას მოუწევს. რადგან დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვით ქვეყნის დემოკრატია განადგურდება, ეკონომიკა ჩამოიშლება და ავტორიტარული მმართველობა დამყარდება. ქართული ოცნება კი, რომელიც საერთოდ არ გრძნობს უხერხულობას, რომ არჩევნებში გამარჯვების მილოცვა ცივილიზებული სამყაროსგან არ მიუღია, პარტნიორებს ურჩევს თავი არ ჩაიგდონ უხერხულ მდგომარეობაში და მათ აღქმებს უწუნებს. ასეთია შალვა პაპუაშვილის პასუხი საერთაშორისო კრიტიკაზე არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით. ლუკა ხაჩიძე გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ დაიწყო ქვეყნის შეუქცევადი იზოლაცია, რაც მოსალოდნელი იყო არჩევნების გაყალბების გამო. ხელისუფლების ოპონენტთა თქმით, ახლა ქვეყნები ურთიერთობას ასრულებენ ოლიგარქის პარტიასთან, მაგრამ მათივე შეფასებით იზოლირებული მთავრობა გავლენას მოახდენს ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. პროგნოზირებენ, რომ დაფინანსების შეჩერების ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ მომდევნო ნაბიჯი იქნება ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვა. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ პარტნიორები, ვაშინგტონი და ევროკავშირის დედაქალაქები, რაც მათივე შეფასებით დასტურია, რომ დემოკრატიული სამყარო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და მის აღიარებას არ აპირებს. ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ კეტავს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და საქართველოსთან აღარ დაიწყება არც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ალბათ დღის წესრიგში დადგება შეჩერება იმ ფორმატების, რაც არსებობს, არამედ თავად ივანიშვილიც და მისი რეჟიმიც იქნება საერთაშორისო იზოლაციის სამიზნე. ეს არის შედეგი იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიიღო რუსეთის დაკვეთით ივანიშვილმა გაეყალბებინა ტოტალურად საქართველოში არჩევნები, მიეკაცებინა ქართული ხალხის თავისუფალი ნება და სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ქართული ხალხი გადაიხდის ამაში უზარმაზარ ფასს, მათ შორის იმით, რომ ჩვენს ეკონომიკას მიადგება ძალიან დიდი დარტყმა. საერთაშორისო საზოგადოება დგას საქართველოს მოქალაქეების არჩევანის გვერდით. ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელთაც ის ამბობს, რომ მას არ მოუთხოვია შიდა გამოძიება, არამედ ის გულისხმობს საერთაშორისო გამოძიებას, ეხმიანება მეორე დღესვე ჩვენს მიერ გაკეთებულ მოთხოვნას, რომლის თანახმად ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას მრავალმხრივი მონაწილეობით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. რამდენად კანონიერი იყო ყველაფერი, რაც მოხდა და რამდენად დიდი იყო манипуляციები ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ცნობებს გაყალბების შესახებ და მოწოდებას, რომ ეს ცნობები იქნას გამოძიებული პარლამენტის თავმჯდომარე უსაფუძვლოს უწოდებს, მეტიც შალვა პაპუაშვილი ამ მომრჩევლებზე ზეწოლას, დაშინებას, მათინების კონტროლს და სავარაუდო სქემების გამოყენებას ადარებს დასავლურ ქვეყნებში კამპანიის წარმოებას, რაც გულისხმობს ამ მომრჩევლებთან პირისპირ კომუნიკაციას საარჩევნო პროგრამების და გეგმების შესახებ. უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს უცხოელი აქტორები. მართალია მე ბოდიშს აღარ იხდია ხოლმე, მაგრამ პრინციპში საბოდიშოთ აქვთ ხოლმე საქმე. ცდილობენ, რომ მობილიზება, ამ მომრჩევლის მობილიზება, ამას აკეთებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა იქნება არჩევნები. ეხლა იქნება არჩევნები და ნახავთ ყველა როგორ ხდება მობილიზება საკუთარი ამ მომრჩევლის. ეს არის ამ მომრჩეველთა მუშაობა, სხვა რამე კი არ არის. საერთაშორისო თანამეგობრობა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე არ მოგვისვენია მათი მხრიდან მილოცვა ოცნების მიმართ. ახლა დღის წესრიგში დგას საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც ოცნება ამ დროისთვის ასე ჩანს არ აპირებს.